საღამომშვიდობისა დღეს 31 იანვარია სამშაბათი თქვენ უყურებთ რეალურ სივრცეს მე სოსო გაციდაძე ვარ. დღეს რეალურ სივრცეში ბავშვთა სამყარო მთლიანად დაიწვა. ვინ გაუწევს დახმარებას დაზარალებულებს და რა კეთდება ქალაქში ხანძრის პრევენციისთვის. დღეს კაი სიტუაცია რომ ოქრო გვიბრუნდება და ველოდებით საიფიდან ოქროს აღებას. 1500 მეიჯარე იყო მარტო და მარტო დეწკიმირი არ იყო, აქ იყო ბაზრობები. აზოტის ქარხნის გათავისუფლებული მუშები დღეს პარლამენტარებს შეხვდნენ. რამდენად კანონიერია მათი დათხოვნა და როგორ ერევა სახელმწიფო ასეთ სიტუაციაში. ესენი განთავისუფლებულები არ არიან, ამათ არ უშვებენ სამუშაო ადგილებზე. არ არსებობს საბუთი იმისა, რომ ესენი განთავისუფლებულები არიან. უბრალოდ დაამცირეს ხალხი. ორი დღეა თვალსვადევნებთ სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში მომხდარი ხანძრის შედეგებს. უსმენთ დაზარალებულებს, რომელთა მდგომარეობაც უმძიმესია. რატომ გაჩნდა ხანძარი, რატომ ვერ მოხერხდა მისი იმ დროს ლიკვიდაცია, რომ საქონელი სრულად არ განადგურებულიყო. როგორ დაეხმარება დამწვარი ქონების მეპატრონეებს ქალაქის ხელისუფლება? ამ საკითხების გარკვევას დღეს სტუმრებთან ერთად შევეცდებით. ჩვენთან სტუდიაში არიან დავით გელაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, ირაკლი ლექვინაძე. ჩართვაზე გვეყოლება ოდნავ მოგვიანებით ერთ-ერთი დაზარალებული, თემაზე კი მარიამ ჯაჭვაძე მუშაობდა, რომელიც ახლა დეტალებს მოგვიყვება. მოგესალმებით და გისმენთ მარიამ. მივესალმები მე ჩვენ სტუმრებს და ტელემაყურებლებს. სასად დავამატებ, რომ 8 საათის განმავლობაში აქროვდნენ გვიან ღამით ცეცხლს. დამწვარი არა მხოლოდ ბავშვთა სამყაროს ტერიტორია, არამედ საბითუმო ბაზრობის ნაწილიც. უკვე გამოძიება დაწყებული 180 სისხლის სამართლის 187 მუხლით, რომელიც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. დღეს მთელი დღის მანძილზე ჩვენი რეპორტერი ომარ წოწორია მუშაობდა ადგილზე და ნახოთ ვიდეო. ბიცაძე ელზა. ბიცაძე ელზა. დოგუზაშვილი თამარი. დღეს კაი სიტუაცია რომ ოქრო გვიბრუნდება და ველოდებით საიფიდან ოქროს აღებას. გუშინ ძალიან ცუდად ვიყავით, არ გვეგონა რომ გადარჩებოდა ჩვენი ოქრო და დღეს კარგად ავარ შედარებით ველოდებით, რა საიფი გადარჩენილი, რაც თავარი. ათას 500 მეიჯარე იყო მარტო და მარტო დეწკიმირი არ იყო, აქ იყო ბაზრობები. რატომღაც სულ ჟღერდება რომ ისა დეწკიმირია დაზარალებული, მაგრამ ჩვენც დაზარალებული ვართ. 15 წელიწადია ეს ბაზრობა ჩვენი ხელით ავაშენეთ და 15 წელიწადია ვმუშაობთ და ცოტა ვინმე მოგხედოს და ჩვენც გაგვიწიონ ანგარიში. ჩვენ ახლა ჩართვაზე ყავს ერთ-ერთი დაზარალებული. მოგესალმებით. შეგიძლიათ რომ მოგვიყვეთ თქვენი ამბავი, თქვენ რა ზიანი მოგადგათ, რო გითხრათ? დაზარალებულები ბევრი ვართ, ჩემს გარდა კიდე ბევრია. ანუ ძალიან დიდი ინციდენტი მოხდა, რომელმაც ბევრი ხალხი დააზარალა. და დღესდღეობით ახლა ზარალი რამდენია ვერ გეტყვით, მაგრამ სეიფში კიდე ნივთები მაქვს, რომელიც შემიძლია საცხოვრთ ხარვეზებით ეს სიგნალი ჩვენამდე. შეგვიძლია რომ მე მგონი ტელეფონით გავაგზავნოთ ლაპარაკი. უბრალოდ გვაინტერესებდა თქვენ მიგიმართავთ რომელიმე სადაზღვევო კომპანიისთვის? კარგით, სანამ გამოსწორდება ჩართვა, მანამდე ბატონო ირაკლი, თქვენ კითხავთ, როგორც ვიცით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ეს საკოორდინაციო თათბირი, რომელიც მერიაში გაიმართა. თუ გაქვთ უკვე ქალაქის ხელისუფლებას გულისხმობ, ხედვა როგორ შეიძლება ამ ადამიანების დახმარება? ძალიან სამწუხარო ამბავია.
რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ყველა ემოციური ფონი, რომელიც არის დაზარალებულის მხრიდან გასაგებია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ემოციური ფონის გარეთ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ითხოვს მოგვარებას და ის პერიოდული გამწვევებები, რაც იყო ეს ადგილზე, ვფიქრობ, რომ ამ ემოციური ფონის მოხსნით ბევრად უფრო მეტი შედეგი იქნება მიღწევა შესაძლებელი, ვიდრე რაღაც ემოციური და დაძაბული ფონით. ასევე მადლობა მინდა უთხრა საგანგებო სამსახურს და სახანძრო სამსახურს, რომლებმაც მართლაც უდიდესი თავდადების და საკუთარი სიცოცხლის რისკის პასად იქ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩაატარეს. ჩვენ გვქონდა დღეს 12 საათზე თბილისის მერიაში შეხვედრა, თბილისის მერის ინიციატივით, რომელსაც ესწრებოდა სხვადასხვა უწყებებიც, მათ შორის შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, ბანკების ასოციაცია, ასევე ბაზრობების ასოციაცია და წარმომადგენლები. ამის შემდეგ მეც მქონდა შეხვედრა უშუალოდ იმ ნაწილთან მოვაჭრეების, რომლებიც ძვირფასეულობით არ ვაჭრობდნენ და მათი კოლეგები როგორც წესი მერიაში იყვნენ მოსულები, მე მქონდა შეხვედრა და მათ ჩვენ დეტალურად განუმარტეთ თუ რისთვის ვართ ამ ეტაპზე მზად და მეც თქვენი მაყურებლის წინაშე მინდა ძალიან ისე რომ ვთქვათ ცხადად განმარტო თუ რა არის მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ ამ დაზარალებული მეწარმეების მხრიდან. პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ მოკლე პერიოდში შევთავაზებთ მათ ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებს, სადაც ექნებათ საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების საშუალება, რაც ვფიქრობთ, მათ მისცემს საშუალებას, რომ მოკლე დროში შეძლონ და მიიღონ ის გარკვეული შემოსავლები, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ეს არის ბანკებთან დაკავშირებული საკითხები, ბევრი მათგანი ბუნებრივია ვალდებულებებით დაკავშირებულია საფინანსო ინსტიტუტებთან და ბანკებთან. იყო უკვე კომუნიკაცია ეროვნულ ბანკსა და კომერციული ბანკებს შორის და არის მზაობა კომერციული ბანკების მხრიდან, რომ სესხების გადავადების და რესტრუქტურიზაციის ნაწილში ამ ადამიანებს შეეხებინონ, რაც ვფიქრობ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ კუთხით, რომ არ ექნებათ ეს ვალდებულებები გასასტუმრებელი. პირველ საკითხს მიუბრუნდები, როცა საუბრობ ალტერნატიულ სავაჭრო სივრცეებზე, იქ არის მზაობა, რომ 3-დან 6 თვემდე საკმაოდ შეღავათიანი პირობებით ეს ადამიანები ამ სავაჭრო სივრცეებში განთავსდნენ და მესამე ეს არის ფინანსთა სამინისტროს მხრიდან მზაობა საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, რაც არის განადგურებული ქონება, აი მათი ნაწილში მოხდეს ამ საგადასახადო ვალდებულებების შემსუბუქება. ეს არის ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ამ ადამიანებს და მეწარმეებს ვთავაზობთ და ამის შემდგომ ბუნებრივია გასაკეთებელია გარკვეული პროცედურები, შესასწავლია თუ რა მოცულობის ზიანი იქნა მიმდგარი ამ ადამიანების მხრიდან და სხვა ღონისძიებების შესახებ ეტაპობრივად ვიფიქრებთ. შეეხება ყველა დაზარალებულს, ხო, არა მხოლოდ ბავშვთა ყველა დაზარალებულს, თუმცა ვინც ძვირფასეულობით ვაჭრობდა, მათი მდგომარეობა ბევრად უფრო ნაკლებად მძიმეა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ის საქონელი, რაც და ძვირფასეულობრივ რაც საბრუნავი კაპიტალი, ასე რომ ვთქვათ, მათ ეს დარჩათ და გააჩნიათ. არის ხშირად მუსირება აზრის და ხშირად მე მინდა ძალიან სწორი განმარტება კონდეს ყველას, რომ კომპენსაციებთან დაკავშირებით, სხვა შორის თბილისის მერია არ არის ის სტრუქტურა, რომელიც მეწარმეების ნაწილში რაიმე ტიპის კომპენსაციებს გასცემს. თბილისში 500,000-ზე მეტი მეწარმეა რეგისტრირებული და ბუნებრივია ამ მთლიანობაში თუ ეს პრობლემები ბუნებრივია ყოველთვის დგება და ასე შემდეგ, ჩვენი რესურსი ამას ბუნებრივია ვერ გაწვდება. თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერი სხვა, ესე ვთქვათ, ნაბიჯ მხარდამჭერი ღონისძიებები განვახორციელოთ. ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელმა ბოდიში ჩაგერთვებით გუშინ გააკეთა განცხადება, რომ აპირებს აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა. საგრებულოს ხელმძღვანელმაც იგივე განცხადება გააკეთა, თქვენ ახლა ილაპარაკეთ იმაზე, რის გაკეთებას გეგმავს მერია. თუ არის ცნობილი ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელობას რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რა ტიპის პასუხისმგებლობა დაეკისრება ბავშვთა სამყაროს ხელმძღვანელობას, ამას ალბათ მაინც საბოლოო ჯამში გამოძიება იტყვის, როდესაც იქ დადგინდება, რამდენად იყო შესაბამისობაში უსაფრთხოების პირობები დადგენილ წესებთან. თუმცა მე ვფიქრობ, რომ როდესაც ფლობელი მსგავსი ტიპის მნიშვნელოვან სავაჭრო სივრცის გაიჯარებას აკეთებს, მიუხედავად იმისა, ხელშეკრულებაში მოიჯარეებთან არის თუ არა ფორს-მაჟორის პირობები, ის გარკვეულწილად პასუხისმგებელია იმ სივრცის კეთილმოწყობაზე და იმ სივრცის უსაფრთხოებაზე. შეხვდით თქვენ მას პირადად? ჩვენ გქონდა დღესაც, რა თქმა უნდა, 12 საათიან შეხვედრაზე მასთანაც საუბარი, მან ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ დამფუძნებლები, რომლებიც საკმაოდ ბევრი არიან ამ ობიექტის ირგვლივ.
თუმცა ბუნებრივია გარკვეული ტიპის პასუხისმგებლობა თუნდაც კომპენსაციების ნაწილში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მას მნიშვნელოვანი სადაზღვევო პრემიის მიღების შესაძლებლობა აქვს სადაზღვევო კომპანიებიდან, გარკვეული მე ვფიქრობ კონტრიბუცია ამ ადამიანების მიმართ. არიან მზად ამისთვის კომპენსაციების ნაწილში. მე არ ვიცი რას გადაწყვეტენ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იქნება მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პასუხისმგებლობის ნაბიჯი, რადგანაც პროდუქცია ინახებოდა მათ სივრცეში და გარკვეულწილად კიდე ერთხელ ვამბობ, შენობის უსაფრთხოების პირობების დაცულობაზე ზოგადად ფლობელი არ მთლიანობაში პასუხისმგებელი. რადგან გამოძიება ახსენეთ, სამხარაულის ბიურომ გუშინვე დადო დასკვნა, რომ უნდა მოხდეს შენობის დემონტაჟი. ეს ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება რაღაცნაირად ხომ არ შეუშლის გამოძიების მიმდინარეობას ხელს. დადგინდეს, ვთქვათ, რა გახდა ხანძრის გამოწვევი რეალური მიზეზი. შენობის ნაწილის დემონტაჟზე იყო საუბარი თავდაპირველად, რადგანაც შენობაში შესვლა იმ პირობებში, რა პირობებშიც გუშინ იმყოფებოდა შენობა იყო დაუშვებელი, მეწარმეები ითხოვდნენ შიგნით შეცვლას, თუმცა ბუნებრივია ხა ადამიანების სიცოცხლე როცა ემუქრება საფრთხესად გადაწყვეტილებას ვერც ერთი პასუხისმგებელი უწყება ვერ მიიღებს. ამიტომ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ნაწილი იმ ყველაფრის, რომელიც უნდა საცავების გამოტანის პროცესში შეიძლებოდა გამხდარიყო საჭიროება შენობის ნაწილის დემონტაჟის. ალბათ საბოლოო დასკვნა კიდევ წინ არის, თუმცა დღეს მოხდა ისე, რომ შენობის ნაწილის გამაგრება მოხდა, დერეფანი გაკეთდა და იქ მოხდა. ანუ გამოძიებას ხელი ამ თვალსაზრისით არ არა, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, იქ არიან შესაბამისი სპეციალისტები და ბუნებრივია ეს ამ ნაწილზე არის ნაფიქრი. მე კიდე ერთ რამეს გავუსვამ, ხას არ მინდა რომ გამომრჩეს, ზოგადად მინდა ყველას აი მიმართულებით თქვა, განსაკუთრებით მეწარმეები არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის მცირე თუ დიდი, როდესაც საუბარია ეკონომიკურ საქმიანობაზე, როდესაც საუბარია გარკვეული ამ საქმიანობის განხორციელებაზე, რომელსაც მოგება მოაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბიზნესი და ვიფიქროთ, რომ ყველა ბიზნესი დაკავშირებულია ფინანსურ და ტექნიკურ რისკებთან. ფინანსური და ტექნიკური რისკების დაზღვევის მექანიზმი არის სადაზღვევო სისტემა. ამიტომ ყველამ უნდა იფიქროს, ეხლა როცა არაფერი არ ხდება, მაშინ ცოტა ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რომ დაუშვათ საკუთარი აქტივები იქნას დაზღვეული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ ამ ადამიანებს, რომ ქონოდათ საკუთარი აქტივები დაზღვეული, დღეს ეს პრობლემა იქნებოდა ნაკლებად მწვავე და მაშინ, როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვიხდით საკმაოდ მოცულობით საიჯარო გადასახადს, მასთან ერთად თუნდაც გარკვეული რესურსი იმისთვის მოგების უმცირესი ნაწილი რომ დაზღვევის მიმართულებით იქნას გადახდილი და დაცული იქნას საკუთარი ქონება, მე მგონი ეს ყველა მეწარმეამ ახლებურად უნდა გაიაზროს. თქვენთვის თუ მოუმართავს რომელიმე დაზარალებულს ან მეწარმეებს გულისხმობ დაზღვევისთვის, იმიტომ რომ ნაწილმა ჩვენ გუშინ მედიით ვრცელდებოდა რომ მიუმართეთ და არ დაგვასწრეს. ანუ უარყოფ თუ ადასტურებთ. არ იყო რომელიმე კონკრეტულ სადაზღვევო კომპანიაზე, არავინიც ეს იყო ალდაგი თუ სხვა რომელიმე. თუმცა ისინი ამბობდნენ რომ ხო მიუმართეთ სადაზღვევოს, მაგრამ არ დაგვასწრეს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საკუთარი ფაქტია ზოგადად და ხაზე მინდა გავუსვა რომ სიხშირე ასეთი კატასტროფული შედეგების ძალიან გაიზარდა. ჩვენ შარშან მქონდა ძალიან დიდი სადაზღვევო შემთხვევა, როცა ქავთარაძის ქუჩაზე ვიცით ყველა სავაჭრო ცენტრი, სავაჭრო ცენტრთან მქონდა შემთხვევა, როცა მდებარე ქავთარაძის პირველ ნომერში გუდვილის შენობასაც განთავსებული აგრეთვე სერიოზული ხანძარი იყო. იმის წინაწელს მქონდა გლდანში გალფის ბენზინგასამართი სადგურის აფეთქება. ნუ სამწუხაროდ ჩვენთვის და ზოგადად ქვეყნის თბილისისთვის რა თქმა უნდა იყო სამწუხარო ფაქტები, ამ საბედნიეროდ მესაკუთრეებს ეს სამივე ქონება აღმოჩნდა ალდაკში დაზღვეული, ანუ სამივეზე მქონდა შარშან გუდვილი, იმის წინ გალფი, წელს გვაქვს ბავშვთა სამყარო იყო, ანუ და არის დაზღვეული ალდაკში. მოკეიში გაიცა უზარმაზარი ანაზღაურებები იმ შემთხვევაში. გუდვილი შემთხვევაში, მესაკუთრეების შემთხვევაში, ამ სადაც გუდვილია განთავსებული, იყო დაზღვეული ბიზნეს უწყებობა, შესაბამისად, ანუ მეწარმემ მიიღო არა მხოლოდ იმ ქონების ანაზღაურების და არამედ მიიღო იმიჯარის თანხა, რაც უნდა მიიღოს, სანამ შენობა აღდგებოდა. ზოგადად მსოფლიოში, ანუ დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე რო გადავიდეთ და ვისაუბროთ, ანუ იმიტომ შესავალი, იმიტომ გავაკეთოთ დაზღვევის მნიშვნელობას მინდა ხაზი გაუსვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც შეეხება აქ დაზღვეული გვაქვს ჩვენ ისევ და ისევ, იმიტომ რომ მესაკუთრის შენობა ნაგებობაზეა საუბარი და ორი დიდი საწყობი, რომელიც განთავსებული აგრეთვე იჯარით ქონათ აღებული ჩვენ კორპორატიულ კლიენტებს. 0 სართულზე განთავსებული საწყობები მანდაც საკმაოდ დიდი ზარალია, ანუ მთელი ეს ორივე საწყობი განადგურებული. რაც შეეხება წყვილ მეწარმეებს. ზოგადად
ქონების დაზღვევა ქვეყანაში და მსოფლიოში არის ყველაზე ერთ-ერთი იაფი პროდუქტი. ციფრებით რო ველაპარაკოთ რა თქვენ მაგალითად 100.000 ქონების დაზღვევა უხეში ტარიფი რო 0.3% გამოდის წლიური 300 ლარი. თვეში ვსაუბრობთ 25 ლარზე რო იმდენად იაფია თქო მანქანის დაზღვევა შეიძლება 4% იღეს 5% იღეს ძვირია ხელმისაწვდომი არ არის ქონების დაზღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქტი რაც ზოგადად ხელსოფლიოში არსებობს. რაც შეეხება მომართვიანობას, ზოგადად სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განვითარებისთვის ჩვენ კომპანიაში ალდაგმა შექმნა დაზღვევის, აი ამ მიმართულების დაზღვევის განყოფილება, სადაც დღესდღეობით დასაქმებულია 30-მდე ადამიანი, რომელიც დადის ბაზრობა წვრილ მეწარმეებთან მიდის ზუსტად, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ პენეტრაციამ დაფარვა მცირე და საშუალო ბიზნესებში დაზღვევის კუთხეც ყველაზე დაბალი. ანუ ამ მეწარმეებს რომ ბოდიში ამ მეწარმეებს რომ მოემართათ ალდაგისთვის რომ გამარჯობა დააზღვიეთ პროდუქცია რომელსაც ჩვენ ყიდით თუ კი ვთქვათ რამე მსგავსი მოხდება გაუთვალისწინებელი. თქვენთან შეძლებდნენ ამის გაკეთებას? მოდით განვიხილოთ ორი გზა იყო მათითაცვის. ერთი არის როცა მეიჯარე კასტემს იჯარით ფარც არსებობს ესეთი მეიჯარის პასუხისმგებლობის დაზღვევა სოფლიოში და რამდენიმე სავაჭრო ობიექტს აქვს ეს რომ მიდის ანუ მე რო ვარ მცირე მეწარმე და ვქირავ ობიექტს შეიძლება ავტომატურად ანუ ეს ამ მეწარმემა მოსთხოვონ იმ ადამიანს ვისგანაც ქირავენ ამ ფარც რომ მან დააზღვიოს თავის პასუხისმგებლობა. სწორედ ითქვა აქ რომ შენობის ექსპლუატაციაზე და მის სახანძრო უსაფრთხოებაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებელი არის ქონების მესაკუთრე. პირველი რო ყოფილიყო რა თქმა უნდა აქ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაზღვევა ავტომატურად ის პოლისი ჩაირთვებოდა და მოხდებოდა ანაზღაურება კომპენსაციების თუ დადგინდეს ხას უსვო. აქ ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს აუცილებლად მესაკუთრეს პასუხისმგებლობა. თუ მესაკუთრეს პასუხისმგებლობა არ დგინდება, არის მეორე სახეობა ქონების დაზღვევა, რაც მე ვისაუბრე, რომელსაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგმართოს, მოიტანოს ჩამონათვალი თავის ქონების, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს მტკიცებულება ამის იყოს, მართლაც ეს ქონება მას გააჩნია, საბრუნავი საშუალებები გააჩნია, მარტივ ერთგვარიან განაცხადს შეავსებდა, სადაც ფიქსირდება რეალურად მისი ქონების ღირებულება და დაახლოებით 1 საათში ის მიიღება სადაზღვე პოლისს, მაქსიმუმ. ისევე რომ ქონების დაზღვევის ტარიფი არის 0.3%, ანუ ძალიან ხელმისაწვდომია, ასე ვთქვათ. ყოველდღე ჩვენ ანუ უამრავ აქციებს ვმართავთ, რომ გახდეს პოპულარული, რა თქმა უნდა, ანუ კარგი იქნება თუ ზოგადად სახელმწიფოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, გადაიდგმება ნაბიჯები, ჩვენ გვახსოვს 1 მინუტა გავამახვილო ყურადღება, რომ განვითარებულ სოფლიოში რაც ითქვა უკვე დღეს და ზოგადად სახელმწიფო არ უნდა იყოს პასუხისმგებელი მოქალაქეების ქონების დაცვაზე. ანუ რა თქმა უნდა, რისკის მართვის საშუალება უნდა კონდეს ზოგადად მოქალაქეს, როცა ის აწარმოებს, ანუ იმიტომ დაზღვევა არის რისკის მართვის კომპონენტი. ჩვენ ანუ ხედავთ რომ რა თქმა უნდა დღეს არის მერიასთან, რა თქმა უნდა, ძალიან თქო შევდივარ მდგომარეობაში, რომ დაზღვევა რო ქონოდათ, მე ძალიან რა თქმა უნდა მთელი ცხოვრება დაკარგეს და ძალიან სულ მდგომარეობაში არის. ეს მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას სხვა მექანიზმები, რომ მოქალაქეს არ დაენანოს რამდენიმე ლარი, რომელიც ასე ცოტა. ხაზი გაუსვა იმას, რომ ზოგადად თურქეთი ვიცით, რომ სეისმური ზონაა, საქართველოც არის ესეთი სეისმური ზონა. სახელმწიფომ გააკეთა დაზღვევის სავალდებულო სახეობა ზოგადად ხანძრისგან და მიწისგან, რომელიც ჩდება თეთრები, ანუ ვთქვათ ცენტები, სადაც ყველა მოქალაქე მისი არის დაზღვეული დენის გადასახადთან ერთად მიდის დაზღვევის გადასახადად. სახელმწიფომ მთლიანად გადასცა ამ რისკის მართვაში ჩართო მთლიანად კერძო სექტორი. გიორგი, იმ შემთხვევაში ალდა დაზღვეული იყო შენობა ბავშვთა სამყაროსი. თქვენ წინასწარ სანამ დააზღვევთ ამ შენობას, არ სწავლობთ სახანძრო სისტემები გამართულია თუ არა, უსაფრთხოების თვალსაზრისით შენობა გამართულია თუ არა. ამ შემთხვევაში როგორ იყო? ძალიან კაი კითხვაა. ზოგადად პროცედურა როგორია? ანუ როცა ჩვენ მოგმართავს დამზღვევი ამ შემთხვევაში, იცავსებს განაცხადს. ანუ კითხვა არის, სადაც ამბობთ, რა თქმა უნდა, ეს კითხვები ყველგან ანუ ჩამოთვლილი სახელმწიფო უსაფრთხოება, რა გაქვს სისხლმაქრეები, გაქვს სპრინკლერები, გაქვს თუ ასე შემდეგ, რასაც რა თქმა უნდა ადასტურებს ხელმოწერით. შესაბამისად დღეს მე ამაზე ანუ ჩვენ ზოგადად ამ კანონმდებლობით რა თქმა უნდა ამის გადამოწმების ვალდებულება დაზღვევის მომენტში არ გვაქვს. ჩვენ ახლა ველოდებით ზუსტად ექსპერტიზის დასკვნას რაც ახსენეთ, რომ იქ უნდა გაიგოს ამ ზოგადად რა იყო ეს წესები დარღვეული, არ იყო დარღვეული, რა მიუთით ამ დღეს მე ანაზღაურებას რა თქმა უნდა გამიჭირდება საუბარი, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ გვეჭირება ხელში, იმიტომ რომ როგორც ანუ ამ შემთხვევაში ალდა ასე ჩვენს უკან ჩვენი გადამწყვეტლები, ბუნებრივი ანუ არ არის პატარა თანხა საკმაოდ დიდი თანხის ანაზღაურებაზე საუბარი, ჩვენ ყისიათ იმ მომენტიდან რომ ჩართულები ვართ, თუმცა რა თქმა უნდა ამის გადამოწმება ჩვენ დაზღვევის მომენტში რომ მუშაობს თუ არ მუშაობს ეს პრინკლერი არ ვამოწმებთ, თუმცა რეალურად დასკვნა სადაზღვევის შემთხვევით რომ აუცილებლად ანუ რა თქმა უნდა თუ უთითებს რომ მას ქონდა
სახანძრო უსაფრთხოება ეს უნდა ყოფილიყო თუ უდიდებს რომ არ ქონდა მაგ შემთხვევაში ამ შემთხვევაში სადღაც კომპანია წვეთს აიღოს რისკი თავის თავზე თუ არა აიღოს ანუ შეიძლება რეალურად თუ თქვენ სპრინკლერი მე შეიძლება ლარად დაგაზღვიოთ თუ ხაშეთ თუ არ გიყენეთ გითხრათ ამ რისკის აღება 2 ლარი ღირს ამ შემთხვევაში ანუ შემოწმებას ჩვენ არ ვაკეთებთ ისევე მეუღლებ ანუ ამისთვის არსებობა სპეციალური სტრუქტურები ხო არსებობენ ანუ ვინც ანუ ის კომპანიები ვინც ამონტაჟებენ ამას და აუთსორსს შეუძლეთ გაიდან ჩვენ ამას არ ვამოწმებთ და ანუ ამის ჩვენ შემოწმება როდესაც მოიხსნება ამ კონკრეტულმა პირმა რომ შენობა დაიზღვია თქვენთან მაშინ ჩაწერა რომ არა არ ქონდა არ ვიცი ხანძარსაწინააღმდეგო რეალურად ამ ეხლა ხვდებით ამისგან თავს შევიკავებ ანუ განაცხადში არის მითითებული განაცხადი არსებობს ხელმოწერელია შესაბამისად ამის ადეკვატურობა თქვენ ამბობთ თუ კი მიუთითებდა რომ არა არ მაქვს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები მაშინ ალდაგი დაფიქრდებოდა უღირს თუ არა და რისკი შეფასებდა სხვანაირად ანუ ზოგადად რისკზე ანუ თუ შენობაში აყენია სპრინკლერები არის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა აწყობილი მისი დაზღვევა ბევრად იაფირაჯდება და ვიდრე ისერებასაც არ აყენია გასაგებია ირაკლი ვისი ვალდებულებაა რომ სახანძრო უსაფრთხოება იყოს დაცული ანუ შეამოწმოს და მონიტორინგი ვის ხელშია ასე ვთქვათ ვისი პასუხისმგებლობაა წლების მანძილზე სახანძრო უსაფრთხოების მონიტორინგი იყო აბსოლუტურად ღია საკითხი იმიტომ რომ პრაქტიკულად 2004 წლიდან მაკონტროლებელი და მონიტორინგის განახორციელებელი უწყებები მთლიანად იყვნენ ჩახსნილი ამ საკითხიდან რაც შეეხება თბილისის მერიის ნაწილს მე ხა გეტყვით რომ როგორ ხდება ახალ მშენებლობებზე ნებართვის გაცემა. ამას გასცემს ჩვენი არქიტექტურის სამსახური და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს მხოლოდ ექსპლუატაციაში შენობის მიღების დროს რამდენად თავსებადია პროექტის ვიზუალური და გარეგნული მხარე იმ პროექტთან რომელიც თავდაპირველად უკვე არსებობს. კი, რაც შეეხება უკვე არსებულის მონიტორინგი ჩვენი ზედამხედველობის და მერის კომპეტენციაში არ შედის. ვის კომპეტენციაში შედის ასე რომ ვიკითხოთ. მე რამდენადაც ვიცი, დღეს საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურს დავალებული აქვს ბოლო პერიოდში გამკაცრდა ესეც და მანამდე აბსოლუტურად ღია იყო ეს საკითხი. თვითონ ალბათ თქვენ გვეტყვით უფრო უკეთესად ამ საკითხის. სტატისტიკა არის 2014 წელთან შედარებით გაზრდილი 3300 შემთხვევით 2015 წელთან შედარებით. თუმცა კიდევ ერთხელ არ მინდა რომ რაღაცა ისე გავწდე ჩვენი და რამე თემა ავირიდო ესე გამოჩნდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მერის ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციაში სახანძრო უსაფრთხოების კონტროლი მის კომპეტენცია არის. გასაგებია, ბატონო დავით, მაშინ თქვენ გითხარით, თქვენ თუ მოგახსენებთ, ცუდი პერიოდია ეს 2004 წლიდან 2015 წლის 10 იანვრამდე ფაქტიურად ახალი კანონით სახანძრო უსაფრთხოების შესახებ გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური, რომელიც 2004 წლის ბოლომდე ახორციელებდა ამ ფუნქციას, რაზეც იყო ლაპარაკი. აქ იყო ისეთი ხანძარსაშიში ობიექტების ჩამონათვალე, როგორც მეგობრება ჩამოთვალეს გალფი, იყო მეტროპოლიტენის ობიექტებია, ხანძარსაშიში ობიექტები, ავტოგადასამუშავებელი გახდა. აბსოლუტურად ყველა ამ რთულ ხანძარსაშიში ობიექტებზე საზედამხედველო ფუნქცია გაუქმდა მთლიანად. ანუ არ არსებობს ახლა რო არსებულ შენობას გაუქმდა 2004 წლის ბოლოს. მოგახსენებთ 2014 წელს შემუშავებული იქნა კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2015 წლიდან ამოქმედდა. ამ ახალ კანონში ცალსახად არის ჩაწერილი და ჩასმული, რომ დაიშვეს ზედამხედველობა ორი მიმართულებით სახელმწიფო ზედამხედველობა, როგორც სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით, ასევე სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. იქ არის ობიექტების ჩამონათვალი, არის მითითებული ამ ობიექტების ნუსხა, რამდენ ხანში როგორ მოწმდება, რა ფერ მოწმდება, საკონტროლო შემოწმებები როდის ხდება. ყველა ამ მიმართულებაში ასახულია ის საკითხები, რაზეც ბატონმა ლაშამი ლაპარაკა, პასუხისმგებლობა დირექტორს ამ შემთხვევაში დაეკისრება. ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტი ფუნქციონირებდა დაუშვათ 2005 წლიდან 2015 წლამდე, ფაქტიურად ეს პასუხისმგებლობა მოხსნილი იყო. არ არსებობდა ფიზიკურად რო შესულიყავი რაღაც დამჟელ ორგანოთ ჩართული. 2014 წლის ბოლოს გამოვიდა კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2015 წლიდან უკვე ამოქმედდა. კარგით, კანონი 2014 წლიდან 17 წლამდე. კანონის ამოქმედების შემდეგ არსებობს ჩამონათვალი მოგახსენეთ ობიექტების, სადაც მუხლობრივად არის გაწერილი რა ტიპის ობიექტები, რა ვადებში მოწმდება, რა საგანზე მოწმდება, მათ შორის მქრობაზეც, ავტომატურ სიგნალიზაციაზეც,
გასასვლელები დიდი სავაჭრო ობიექტები არ შედის ამ კი, როგორ არ შედის. ეს რატო ვერ მოხდა სიაში? მოხდა ამ ობიექტი, ეს ობიექტი შემოწმებული არის. ეს ობიექტი შემოწმებული არის დარღვევები, სერიოზული დარღვევები, რამაც ხელი შეუწყო ამ ხანძრის განვითარებას. და გაფრთხილება მიეცით თქვენ ამ ობიექტის ხელმძღვანელობა გვაქვს ამ ობიექტს. თუმცა პასუხი არ ყოფილა არანაირი, ხო, რომ ამის გამო დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ შესასრულებელი ვადები და ეს დარღვევები რაც იყო ჩასმული ამ წერილობაში, ფაქტიურად შესრულებული არც ერთი არის. ბატონო დავით, გუშინ ბევრი იყო სპეკულაციები იმაზე, რომ დაგვიანებით მოვიდა მაშველთა ჯგუფი და ასე შემდეგ. ხელაღებით ახლა ამის მტკიცება კი ასე იყო თუ არა, ასე არ ყოფილა, ხო, ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია. შეიძლებოდა თუ არა, რომ უფრო ადრე მისულიყო სამაშველო ჯგუფი. დასამტკიცებელი არაფერი არ არის, 4 საათზე და 11 წუთზე შემოვიდა შეტყობინება. ყველა ეს ჩანაწერი პირველი ზარიდან ინიციატორიდან ფიქსირდება, შეგვიძლია ამოვიღოთ ვნახოთ, 4 საათზე და 11 წუთზე არის შემოსული. 4 საათზე და 11 წუთზე გადის პირველი 3 დანაყოფი. ჩაწერილი. 4 საათზე და 12 წუთზე პირველი გასული დანაყოფი ამოწმებს ინციდენტთან მისამართს, მიმართულებას და თვითონ ინიციატორი ეუბნება, რომ ძალიან დიდ ფართობზე არის ხანძარი გავრცელებული და დაამატეთ სახანძრო მაგალითად. მიხვედით უკვე დიდ მანძილზე. გზაში ვართ. 1 წუთია გამოვიდა, 4-5 წუთი უნდა უახლოს დანაყოფს ადგილამდე მისვლა. ესე იგი, ყოველ წუთში ემატება 2 სახანძრო ავტომობილი და აქედან 4 საათი და 11 წუთიდან 4 საათი და 19 წუთამდე 8 წუთის ინტერვალში 16 სახანძრო სამაშველო მანქანა იქნა გაგზავნილი ადგილზე. ყველაზე დიდი დრო არის 4-დან 5 წუთამდე, იმიტომ სხვადასხვა რაიონიდან მოდის. დიდუბე-ჩუღურეთი მაგალითად მივიდა 2 წუთში, იმიტომ რომ იქვია დანარჩენი რაიონები ეს ვაკე-საბურთან ოგდან ინაძალადები ცოტა მოგვიანებით. ბატონო დავით, ვერტფრენების ჩართვა როდის ხდება მსგავს ვითარებაში, იმიტომ რომ მე მახსოვს გასულ წელს ხანძრისას ვერტფრენი გამოიყენეს, თუმცა ამ შემთხვევაში ღია საწყობი გვეწოდა აყოფილი დუხების კი ხვდებით არა განსხვავებას ღია საწყობი და სად შენობა ნაგებობა. ჩვენ ფირის დასაწყისში ვნახეთ ამ შენობის ზედა კონსტრუქცია, სად დავასაწყალი სახურავზე. არავითარ ჯერ ერთ პირველ რიგში არის ეფექტი 0. ესეც სპეკულაციების საგანი იყო. ეფექტია 0 და მეორე, როცა ასეთ ღონისძიებას ატარებ, მეხანძრე მაშველები ამ ტერიტორიიდან უნდა გამოიყვანოთ. ფიზიკის უბრალო კანონი თუ ვიცით, ძალის კანონს რასაც ვინეს, 3 ტონა წყალი, თავისუფალი ვარდნა, თავის სიმაღლე, თავის სიჩქარე, თავისუფლად შეეძლო აღნიშნული შენობა დაეზიანებინა, დაენგრია. ამიტომ ეს არის სუფთა სპეკულაციური თემა. არავითარი ეფექტი და მოსალოდნელი შენობის ნგრევა და ამ მომენტში მეხანძრები გაკავს გარკვეულ ტერიტორიაზე, დრო იკარგება, ქრობის პერიოდი ირღვევა. კი ბატონო. თქვენ თქვით, რომ ეს შენობა შემოწმებული იყო ბადებიც ჰქონდა შენობის მეპატრონეს გასული წლის დეკემბრამდე. ირაკლი, თქვენთანაც მაქვს და თქვენთანაც ეს შეკითხვა. როცა ვთქვათ რეალურად არაფერს აკეთებს შენობის მეპატრონე, საიმისოდ რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ხო? ამ შემთხვევაში რა პრევენციულ ღონისძიებებს აკეთებს ან მერია, ან თქვენი სამსახური, საიმისოდ რომ ვთქვათ თუ კი საკუთარი ნებით არ აკეთებს შენობის მეპატრონე, მაშინ რაღაცა ერთგვარი იძულება თუ არ ვიცი, რაღაც არსებობს ამ მექანიზმი, კანონი. მოიწურება ვადა, როდესაც უნდა მოაგვაროს ხოლმე. ჩვენს მხრიდან ეს კანონი 2015 წელს ამოქმედდა. 2016 წელს იყო გარკვეული დოკუმენტები, რომელიც საფუძველს უქმნიდა ესე ვთქვათ ჯარიმებს და ობიექტის შეჩერების ქმედებას. 2017 წლიდან უკვე სავარაუდოდ ამოქმედდება ეს კანონი, მთავრობის დონეზე არის მისაღები. აქ არის რა? ესე იგი, იმ საშიში ნაწილის ან საღამო საშიში ობიექტის მთლიანად შეიძლება ვერ გააჩერება, მაგრამ შეჩერება ამ დარგში და გაწერილი იყო ჯარიმის რაოდენობა. აი ეს ორი ძირითადი სანქცია, რომელიც შეუძლია ამ საზედამხედველო ორგანომ გამოიყენოს 2017 წლიდან უკვე ამ ობიექტების. ირაკლი, მერიას თუ აქვს რა იდეა ვთქვათ ამ მიმართულებით რაღაც ინიციატორი გამოვიდეს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, როგორ იცვლება და როგორ იზრდება წლების განმავლობაში ხანძრების რაოდენობა ქალაქში. რადგანაც საკითხი ასე დგას, დღეს ჩვენც ვიმსჯელეთ ამ გაერთიანებულ შეხვედრაზე, რომ დაზღვევის ნაწილში ალბათ უფრო მეტი მოთხოვნებია საჭირო და არის იდეა და შეიძლება საკითხი მუშავდება, რომ თუნდაც აი ესეთი ტიპის ობიექტებზე დაზღვევის სავალდებულო ნაწილი გავცეთდეს. ეს არის დაზღვევის და თავის არიდების, უბრალოდ სარალის შემცირების ყველაზე საუკეთესო საშუალება. შეიძლება იყვნენ მეწარმეები, რომლებიც დღეს ამ რისკს ასე აქტიურად არ აფასებენ
თუმცა ფაქტები აჩვენებს, რომ როდესაც შემთხვევა დგება, მერე ყოველთვის ეძებენ წყაროს თუ ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ არის დამნაშავე. ეხლა ხელშეკრულება ისეთი ამფლობელის მხრიდან ამ მეწარმეების მიმართულებით, რომ ის არ ითვალისწინებს ასეთ პირობებში რაიმე პასუხის აღებას, ანუ თვითონ შენობის მფლობელმა რომ რაიმე გადაუხადოს, ხელშეკრულებაში სასახული არ არის და ფორს მაჟორის მოხშია გატანილი, თუმცა ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი თქვა კიდევაც და ძალიან კარგი მაგალითი იქნა ოტანილი, რომ აი სავალდებულო კომპონენტი თუნდაც მსგავსი ტიპის შემთხვევებში იქნას აუცილებლად წინა პლანზე გამოტანა. გიორგი, რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას მცირე მეწარმეს დაზღვევაზე, იმიტომ რომ რამდენიმე რესპონდენტისგან გუშინ ცალსახად ისმოდა, რომ მათ უარი ეთქვათ, არ ვიცი რომელი სადაზღვევო კომპანიისგან, მაგრამ რომ განვიხილოთ, რა შემთხვევაში ეუბნებით უარს? უარი ეთქვა ზოგადად სადაზღვევო კომპანიას არც ერთ თუ მოგმართავს ადამიანს იქ შემთხვევაში არ ვეუბნებით. არის მთავარი რამდენიმე მომენტი, რაც უნდა იყოს გამართული და მტკიცებულებაც უნდა წარმოადგენდეს. ერთი არის ქონების ჩამონათვალი, რომელიც უნდა იყოს ოფიციალური, ანუ ლეგალურად უნდა ფლობდეს ამ ქონებას, უნდა გიდასტურებდეს, რომ მართლა აქვს ეს ქონება. და რეალურად უნდა შეგივსოს განაცხადი. ანუ განაცხადს თუ გივსებს აქ ობიექტის დასახელება არის, არის ინდმეწარმეა, ანუ იდენტიფიკაციას ვახდენთ ადამიანის, ანუ აუცილებლად ვუხდენთ იდენტიფიკაცია თუ არის შეპესიან ინდემეწარმე უნდა იყოს მისი მაიდენტიფიცირებელი საბუთები, ჩვეულებრივ და გადამხდელის კოდი და მეორე კომპონენტი რომ ის ლეგალურად უნდა დადასტურებდეს მის ფლობელობაში არსებულ საწყობს, მარაგს, ქონებას ან ასე შემდეგ. რატო ამას განმარტავ? ზარალი რომ მოხდეს რომ დაადგეს, მაგრამ დაიწვა. ჩვენ სადაზღვევო კომპანიამ უნდა რეალურად აანაცხადოს ზარალი, ის ზარალი, რაც მას ჰქონდა საწყობში. შესაბამისად, მან რო წარმოადგენს, რომ ისევ და ისევ პრობლემა რო არ შეიქმნას ანაზღაურების დროს, და არ შეიქმნას გაურკვევლობა, აქედან გამომდინარე ჩვენ ვთხოვთ, რომ ეს მტკიცებულება ადამიანს უნდა კონდეს. რაც შეეხება თვითონ ფართის და ქონების შემთხვევაში, მან უფრო მე შევეხე საწყობებს, ანუ საწყობს მარაგს. რაც შეეხება ქონების შემთხვევაში, ეს ბევრად მარტივია. თავარი ქონების ამონაწერი მოიტანოს, იდენტიფიკაცია გავაკეთოთ ადამიანს, რომ მართლაც ეს ქონება მას ეკუთვნის და მას გააჩნია სადაზღვევო ინტერესი. სადაზღვევო ინტერესი არის კიდევ ფინანსური ინტერესი სადაზღვევო ობიექტის მიმართ, რომ იმის დატვირთვის შედეგად მართლა მას მიადგება ზიანი, რომ ირიბიან თაღლითური განზრახვა არ ქონდეს დაზღვევისთვის. და ეს ყველაფერი თუ ეს წარმოგიდგენთ, ჩვენ რეალურად უარს არ ვეუბნებთ. პირიქით ვეძებთ სურვილებს და მოუწოდებთ, რომ შეიძლება მეტი მოვიდეს, მეტმა დაასვიოს. აი ძალიან კონკრეტულ მაგალითზე რომ განვიხილოთ, იმიტომ რომ ბავშვთა სამყაროში ძირითადად მოიჯარები იყვნენ, იჯარით ჰქონდათ აღებული ადგილი. ხო თქვა, მოიჯარე პირი, რომელსაც ადგილი აქვს იჯარით აღებული, სესხი აქვს აღებული ბანკიდან, რომლითაც ყიდულობს პროდუქციას, რომელსაც მერე ყიდის. ამ შემთხვევაში ამ პროდუქციის და ამ იჯარით აღებული ადგილის დაზღვევა შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიაში. მოვიდოდა შეევსებდა განაცხადს. მარტივად პროცესი რო გავიარეთ, მოვიდოდა მოიტანდა ზედნადებებს, რომ მას აქვს რაც X რაოდენობის ქონება. ჩვენ განაცხადში მივუთითებდით იმ მაქსიმალური ქონების ოდენობას, რაც შეიძლება მას ქონდეს ნებისმიერ მომენტში თავის მარაგში. გაფორმდებოდა ხელშეკრულება. პოლისი გადახდისთანავე კანონმდებლობის მიხედვით, როგორც კი სადაზღვევო პრემიის შენატანს გააკეთებდა, ჩაირთვებოდა, ანუ მიმდინარე დღეს 24 საათი, 00 საათს ერთვება, ანუ 24 საათზე შეგვიძლია ვთქვათ. ხო, ზარალის დადგომის მომენტში აგრეთვე ის წარმოადგენდა იმ ნაშთს, ისევ იმ ზედნადებებით, რაც მას ჰქონდა საწყობში და იმ ნაშთის მიხედვით მიწარმე მიიღებდა აღნიშნული პროდუქტის თვითღირებულებას. მოგებას არა ეს უნდა გაკეთოს, ანუ დაზღვევიდან მოგება დაზარალებულმა არ უნდა მიიღოს. შენობის ზარალი ანაზღაურდება თუ არა თქვენ გამოძიების შედეგებს და ეს ალბათ ნაადრევია ჩემ მხრიდან ამაზე კომენტარის გაკეთება, არის შენობის გრადობაზე საუბარი, არის გამოწვევის მიზეზებზე საუბარი, აღდგენადია, სრული ზარალია, აუცილებლად რა თქმა უნდა, ანუ გამოძიების შედეგია. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დავით გელაშვილი, გიორგი ბარათაშვილი, ირაკლი ლაქვინაძე. მოკლედ. აუცილებლად მოკლედ, იმიტომ რომ ეს უნდა თქვა, გუშინდელი დღიდან სპეკულაციებზე იყო წეგან ლაპარაკი და ძალიან ბევრი პოლიტიკური ქულების დაწერის მსურველი ნახეთ ჩვენ მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს იყვნენ ძირითადად პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან რეალურად მუშაობას და გარკვეულწილად ამ ემოციურ ფონს, რომელიც იქ არის და აბსოლუტურად გასაგებია ეს ემოციური ფონი ამ წარმოების ხრიდან კიდევ უფრო აძლიერებენ ან არასწორ მემართულებას აძლევენ. ამიტომ მინდა ვთხოვ ყველა ამ მეწარმეს, რომელიც არის დაზარალებული, გქონდეთ პირდაპირ კომუნიკაცია ჩვენთან, ეს ფორმატი არსებობს. რომ არ გქონდეს ესეთ არასწორ ინტერპრეტირებებს ჩვენი სივრცეც ერთ-ერთი ასეთი ინფორმაცია გავცელდა ეხლა რომ თითქოს იქ ივანიშვილი არის მფლობელი ამ შენობის, რაც არის აბსოლუტური სიცრუე და ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ამიტომ ძალიან ვთხოვთ ყველას, რომ ჩვენთან გქონდეთ კომუნიკაცია, რომ მსგავსი ტიპის არასწორი ინტერპრეტაციების
რა შენდებოდა ნაწილში არ იყვნენ მსხვერპლი ამ ინფორმაციას. რო გვიჩვენებს ალბათ ნახავთ ყველა ერთად. დიდი მადლობა. ხავს უფლობელი, იმ ადგილს ხავს უფლობელი, ასე რომ ბუნებრივია ხა ჯერ გაირკვეს ამ შენობის ბედი რა როგორ დასრულდება მთლიანობაში. გასაგებია. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის. რეალურ სივრცეში საანო საჭრის როა რამდენიმე წუთში სხვა თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში.